ყველამ ვიცით ლეგენდები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო. Stones, Dorsey, Black Sabbath, მაგრამ სანამ ეს ჯგუფები ხვდებოდნენ ახალი ამბების სათაურებში, არსებობდნენ სხვები, რომლებიც კიდევ უფრო შორს მიდიოდნენ საზღვრების დარღვევაში. იყვნენ ჯგუფები იმდენად საშიში და რადიკალური, რომ რადიოსადგურები უარს ამბობდნენ მათ დაკვრაზე. საკონცერტო სივრცეები მათ კრძალავდნენ, ხოლო მუსიკალური ინდუსტრია ცდილობდა ისინი სრულად წაეშალა. დღეს ჩვენ underground-ში ჩავყვინთავთ. დავიწყებული მე ამბოხეები, რომლებიც ექსტრემალები იყვნენ. პროტოპანკის პიონერებიდან დაწყებული ინდუსტრიული ხმაურის შემქმნელებამდე. ესენი არიან ის უდიდესი აკრძალული და საკამათო როკ ჯგუფები, რომელთა შესახებ არასდროს გსმენიათ. დავიწყოთ. ნომერი 10. სამი შავკანიანი მუსიკოსი დეტროიდიდან ქმნიდა რაღაცას, რასაც სახელი მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაერქმეოდა. მათი ჟღერადობა იყო უფრო მძიმე ვიდრე საბათის. უფრო სწრაფი ვიდრე ყველაფერი, რაც ბრიტანეთიდან მოდიოდა და აბსოლუტურად არავინ იცოდა რა მოეხერხებინათ მათთვის. Death, ASHISH, 1971 წელი. ძმებმა ჰეკნებმა, დევიდმა, ბობიმ და დენისმა შექმნეს Death Detroit-ში, როდესაც პანკ-როკის არსებობამდე ჯერ კიდევ 10 წლეული იყო დარჩენილი. ეს ბიჭები უკრავდნენ ელვისებურად სწრაფ, აგრესიულ როკს პოლიტიკური ტექსტებით, რაც რადიო პროგრამების რედაქტორებს ანერვიულებდათ. მათი 1974 წლის სინგლი Politician in My Eyes იყო პირდაპირი შეტევა კორუფციაზე, რომელიც ისე ჟღერდა თითქოს 1977 წლიდან მოდიოდა და არა 1974-დან. ჩამწერმა ლეიბლებმა მოსთხოვეს შეეცვალათ სახელი. რადიოსადგურები მათ არ ეკარებოდნენ. იმის გამო, რომ 70-იან წლების დასაწყისში სამი შავკანიანი ბიჭი უკრავდა იმას, რასაც მოგვიანებით პანკ-როკი ეწოდა, ორმა დისკრიმინაციას აწყდებოდნენ. ძალიან შავები როკ რადიოსთვის და ძალიან როკები soul რადიოსთვის. კლაივ დეივისი კოლუმბია რეკორდსიდან დაინტერესდა, მაგრამ მოითხოვა, რომ მათ დესის ნაცვლად უფრო კომერციული სახელი აერჩიათ. ძმებმა უარი თქვეს. დევიდ ჰეკნი ჯეროდა, რომ ეს სახელი განადგურების ნაცვლად ხელახლა დაბადებას განასახიერებდა. ამ გადაწყვეტილებამ მათ მეინსტრიმულ წარმატებაში მოპოვების შანსი დააკარგვინა. მათ დაპრესეს 500 ასლის სინგლი და გაუჩინარდნენ. აწლეულების შემდეგ პანკ-ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს მათი ჩანაწერები და მიხვდნენ, რომ დეს პროტოპანკის პიონერი იყო, მანამ სანამ ის საყოველთაო აღიარებას მოიპოვებდა. ნომერი 9. სან-ფრანცისკო 1975 წელი. სანამ ქალაქი მშვიდობისა და სიყვარულის სინონიმი ხდებოდა, ერთი ჯგუფი ქმნიდა დისტოპიურ კოშმარის მუსიკალურ თანხლებას. მათი მუსიკა ჟღერდა როგორც მექანიზმების ნერვული აშლილობა. Chrome, ASHISH, 1975 წელი. Damon Edge და Helios Creed არ იყვნენ დაინტერესებულები ყვავილების ძალაუფლებით. Chrome-ის ჟღერადობა იყო ინდუსტრიული მანამ, სანამ ინდუსტრიული მუსიკა საერთოდ იარსებებდა. დამახინჯებული ვოკალი ეფექტებით იყო დამუშავებული, რაც მათ რობოტები ჟღერადობას აძლევდა. ამას თან ახლდა გიტარები, რომლებიც უფრო ბენზოხერხებს გავდა, ვიდრე მუსიკალურ ინსტრუმენტებს. მათი 1977 წლის ალბომი LA Soundtracks ზუსტად ეს იყო. მუსიკა სამეცნიერო ფანტასტიკის საშინელებათა ფილმებიდან, რომელიც არ არსებობდა. ტრეკები, როგორიცაა SS Signy და Nova Feedback, იყო ხმოვანი შეტევა, რის ფონზეც პანკ-როკი მშვიდად ჟღერდა. ეს არ იყო ამბოხი, ეს იყო მუსიკალური ტერორიზმი. საკონცერტო დარბაზები უარს ამბობდნენ მათ მიღებაზე. ისინი არსებობდნენ მუსიკალურ არავის მიწაზე. ქმნიდნენ ჟღერადობას, რომელიც მსმენელს მხოლოდ მას შემდეგ იპოვიდა, რაც 80-იან წლებში ინდუსტრიული მუსიკა აფეთქდებოდა. Chrome-მა გავლენა მოახდინა ყველაზე, 9 Inch Nails-დან Ministry-მდე, მაგრამ პიკის წლებში ისინი შესაძლოა მხოლოდ 50 კაცის წინაშე უკრავდნენ. ნომერი 8. ეს გახლავთ 4 ამერიკელი სამხედრო, რომლებიც 1964 წელს გერმანიაში მსახურობდნენ. სახლში დაბრუნების მონატრებით გაბრაზებულებმა და ინსტრუმენტებით შეიარაღებულებმა შექმნეს ჟღერადობა იმდენად აგრესიული, რომ მან 10 წლით ადრე იწინას არმეტყველა პანკ-როკი. The Monks, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, 1964 წელი. გერი ბერგერი, ლარი კლარკი, ედი შოუ, როჯერ ჯონსტონი და დეივ დეი.
ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც გერმანიაში დარჩნენ სამსახურის დასრულების შემდეგ. მათ საკუთარ თავს The Monks უწოდეს. თავი გადაიპარსეს შუა საუკუნეების ბერებივით და სულშავები ეცვათ. მათი 1966 წლის ალბომი Black Monk Time არ გავდა 60-იანი წლების არაფერს. ტრეკში Complication ბანჯო ფასბოქსის გავლით უკრავდა. I Hate You ზუსტად ის იყო, რაც ჟღერადობაში ისმოდა. პირდაპირი აგრესია დაშენებული ჰიპნოზურ რიტმზე. მთელი ალბომი ჟღერდა როგორც მუსიკაში გადატანილი შფოთვითი შედევა. გერმანელმა მსმენელმა არ იცოდა რა გაეკეთებინა მათ გამოსვლებზე. ხდებოდა კონფლიქტები. ბერგერი მაყურებელს უყვიროდა. ჯგუფი უკრავდა ერთსა და იგივე რიფს 10 წუთის განმავლობაში, სანამ ხალხი ან არ წავიდოდა, ან არ დანებდებოდა ჰიპნოზურ გამეორებას. ჩამწერლ ლეიბლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ გაეყიდათ ისინი. მათ გამოუშვეს ერთი ალბომი, ჩაატარეს რამდენიმე შოუ და დაიშალნენ, რადგან ჯგუფი ფაქტობრივად იზოლირებული იყო დანარჩენი სამყაროსგან. ნომერი 7. ჰიუსტონი 1966 წელი. ფსიქოდელიური როკი ჩნდებოდა, მაგრამ ერთი ჯგუფის ექსპერიმენტები ხმასა და ცნობიერებაზე იმდენად რადიკალური იყო, რომ სხვა ფსიქოდელიურ ჯგუფებსაც კი ეგონათ, რომ მათ ჭკუა დაეკარგათ. Red Crayola, ამერიკის შეერთებული შტატები 1966 წელი. მაია ტომპსონმა Red Crayola შეკრიბა როგორც ხელოვნების პროექტი როკ ჯგუფის მიერ. მათი 1967 წლის სადებიუტო ალბომი The Parable of Arable Land შეიცავდა ტრადიციულ სიმღერებს, რომლებიც წყდებოდა თავისუფალი ფორმის გაფრენებით. სექციები, სადაც სტუდიაში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ხმაური გამოეცა ნებისმიერი ხელმისაწვდომის საგნით. ეს არ იყო მუსიკალური იმპროვიზაცია, ეს იყო ხმაურის ქარიშხალი. ტომპსონის ვოკალი განზრახ სამოყვარულო იყო. არანჟირებები განზრახ მოუხერხებელი. რადიოსადგურებმა მათი სინგლები ერთხელ დაუკრეს და ექსპერიმენტულის ქვეშ შეინახეს. ფსიქოდელიური როკის ფანებისთვის კი ისინი ძალიან რთული აღმოჩნდა. Red Crayola's live გამოსვლები უფრო მოვლენა იყო ვიდრე კონცერტი. ისინი სცენაზე იწვევდნენ მაყურებელს, რათა ხმაური გამოეცათ. სიმღერების დროს ფილმებს აჩვენებდნენ და ხანდახან წვეთდნენ დაკვრას, რათა ლექცია წაეკითხათ შესრულების ბუნებასა და მაყურებლის მოლოდინებზე. ჯგუფის არცკოლური მიდგომა როკ მუსიკისადმი გავლენას ახდენდა ყველაზე, Sonic Youth-დან Pavement-მდე, მაგრამ 60-იანი წლების ბოლოს ისინი უცნაურებისთვისაც კი ზედმეტად უცნაურები იყვნენ. ნომერი 6. ლოს-ანჯელესი, 1966 წელი. ფსიქოდელიური მუსიკა ფეთქდებოდა, მაგრამ ერთი ჯგუფი მას ბნელ და შემაშფოთებელ უკიდურესობამდე მიჰყავდა. The West Coast Pop Art Experimental Band. ამერიკის შეერთებული შტატები 1966-1970 წლები. მაიკლ ლოიდი, შონ ჰარისი და მათი გუნდი არ ქმნიდნენ რადიო ჰიტებს. ისინი ქმნიდნენ ქაოტურ, სიურეალისტურ ლანდშაფტებს. ალბომები, როგორიცაა Volume 1 და A Child Guide to Good and Evil, აერთიანებდა გარაჟ როკს, ფსიქოდელიას და სიტყვიერ უცნაურობებს. ტექსტებით, რომლებიც იკვლევდნენ პარანოიას, მენტალურ არასტაბილურობასა და სოციალურ დაცემას. ჯგუფის ყველაზე საკამათო ფიგურა ბობ მარკლი ამატებდა ექსცენტრიულ ქცევასა და პოლარიზებულ ყოფნას. ქმნიდა რა დაძაბულობას, რომელიც მათ მუსიკასა და პერფორმანსებშიც გადადიოდა. რადიოსადგურები მათ ძირითადად ყურადღებას არ აქცევდნენ. ხმის ჩამწერმა მაღაზიებმა არ იცოდნენ, სად შეენახათ მათი ალბომები, ხოლო მათი იშვიათი ლაივ შოუები იყო თეატრალური, ნერვების მომშლელი და არაპროგნოზირებადი. ისინი კანონით არ აკრძალულდნენ, მაგრამ მათი მუსიკა იყო ძალიან უცნაური, ბნელი და რადიკალური მეინსტრიმისთვის. დღესაც კი The West Coast Pop Art Experimental Band რჩება 60-იანი წლების underground სცენის ერთ-ერთ ყველაზე ბუნდოვან და მომხიბვლელ ჯგუფად. ნომერი 5. სან-ფრანცისკო 1966 წელი. სიყვარულის ზაფხული ახლოვდებოდა, მაგრამ ერთი ჯგუფი უკვე იკვლევდა ფსიქოდელიის ბნელ მხარეს, ისეთი სიმაღლით და ინტენსივობით, რომ Grateful Dead-ი მათ ფონზე ფოლკ ტრიოსავით ჟღერდა. Blue Cheer, აშშ, 1966 წელი. დიგი პიტერსონს, ლის სტივენსსა და პოლ ვეილის ერთი მიზანი ჰქონდათ. დაეკრათ უფრო ხმამაღლა ვიდრე ოდესმე ვინმეს დაუკრავს.
მათი 1968 წლის ედი კოკრანის სიმღერის Summertime Blues კავერი იყო სამაკორდიანი პროგრესია, რომელიც ისე ხმამაღლა იყო დაკრული, რომ ფიზიკურად გტკენდა. Blue Cheer აცხადებდა, რომ იყო მსოფლიოში ყველაზე ხმამაღალი ჯგუფი და ისინი ალბათ მართლებიც იყვნენ. მათი მარშალის გამაძლიერებლები მაქსიმუმზე იყო აწეული, ხოლო საკონცერტო სივრცეები რეგულარულად სთხოვდნენ ხმა დაეწიათ. მათი ჟღერადობა იყო პროტომეტალი, მეტალის არსებობამდე. ცნობადობის მიღმა დამახინჯებული, დაკრული ისეთი სიმძიმით, რომელმაც გავლენა მოახდინა ყველაზე, Black Sabbath-დან The Stooges-მდე. მაგრამ 1968 წელს უმეტესობას უბრალოდ ხმაური ესმოდა. Blue Cheer ისევე სწრაფად გამოიწვა, როგორც გამოჩნდა. 1970 წლისთვის ორიგინალური შემადგენლობა დაიშალა. ისინი საკუთარი გადაჭარბების მსხვერპლნი გახდნენ, მაგრამ მათი გავლენა მძიმე მეტალზე უდავოა. მათ აჩვენეს, რომ როკი შეიძლება იყოს უფრო მძიმე, ხმამაღალი და აგრესიული, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ნომერი 4. ლონდონი, 1977 წელი. პანკი მოდური ხდებოდა, მაგრამ ერთი ჯგუფის ერთგულებამ ქაოსისა და დაპირისპირების მიმართ Sex Pistols ეკლესიის მგალობლებს დაამსგავსა. Crass, გაერთიანებული სამეფო, 1977 წელი. Penny Rimbaud და Steve Ignoranti არამხოლოდ მღეროდნენ ანარქიაზე, არამედ ცხოვრობდნენ ამით. Crass მოქმედებდა როგორც კოლექტივი და სრულად უარყოფდა მუსიკალურ ინდუსტრიას. ისინი ცხოვრობდნენ კომუნაში, თავად მოყავდათ საკვები და აფინანსებდნენ საკუთარ ჩანაწერებს. მათი 1978 წლის სადებიუტო ალბომი The Feeding of the 5000 იყო 30 წუთიანი შეტევა ყველაფერზე, თავრობაზე, რელიგიაზე, კაპიტალიზმზე და თვით სხვა პანკ ჯგუფებზეც კი, რომლებსაც ისინი გაყიდულებად თვლიდნენ. BBC მის დაუყოვნებლივ აკრძალა. ორიგინალური პრესიდან მოუწია ტრეკ Asylum-ის ამოღება, რადგან ის ზედმეტად მკრეხელურად ჩაითვალა. Crass-ის კონცერტები იყო პოლიტიკური მიტინგები, შენიღბული პანკ შოუებად. ისინი შესრულების დროს ანტისაომარ ფილმებს აჩვენებდნენ, პოლიტიკურ ლიტერატურას არიგებდნენ და მაყურებელს ყველაფრის ეჭქვეშ დაყენებისკენ მოუწოდებდნენ. Falklands ომის დროს მათ გამოუშვეს ტრეკი სახელწოდებით How Does It Feel to Be the Mother of the Thousand Dead? პირდაპირ შეტევა მარგარიტ ტეტჩერზე, რასაც მოყვა პოლიციის რეიდები ხმის ჩამწერ მაღაზიებში. ჯგუფის შავ-თეთრმა ესთეტიკა მუსიკიდან ფულის გამომუშავებაზე უარმა და უკომპრომისო პოლიტიკურმა პოზიციამ გავლენა მოახდინა ყველაზე, Fugazi-დან Rage Against the Machine-მდე. ნომერი 3. ლონდონი, 1977 წელი. Crass-იც კი მეინსტრიმულად გამოიყურებოდა იმ ერთ ჯგუფთან შედარებით, რომელიც წმინდა იდეოლოგიურ ომს აწარმოებდა ხმის საშუალებით. Zounds, გაერთიანებული სამეფო, 1977 წელი. Steve Lake'მა Zounds შექმნა ერთი მისიით. შეექმნა მუსიკა, რომლის უგულებელყოფა, ათვისება ან კომერციალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა. მათი 1981 წლის სინგლი Cannot Cheat Karma იყო ბუდისტური გავლენის მქონე პანკ ჰიმნი, რომელიც თავს ესხმოდა როგორც კაპიტალიზმს, ასევე პანკ სცენის მზარდ კომერციალიზაციას. Zounds სრულად მუსიკალური ინდუსტრიის მიღმა მოქმედებდა. ისინი თავად პრესავდნენ საკუთარ ჩანაწერებს, თავად ჯავშნიდნენ შოუებს და უარს ამბობდნენ ყველა მსხვილი ლეიბლის ინტერესებზე. მათი გამოსვლები დაპირისპირებითი ხელოვნების ნიმუშები იყო. ლეიკი მაყურებელს ლექციებს უკითხავდა კონსუმერიზმის შესახებ, სანამ ჯგუფი უკავშირის კედლებს ქმნიდა. ჯგუფი საკმაოდ დიდ ხმაურს ქმნიდა. ისინი არიგებდნენ პოლიტიკურ ლიტერატურას. მაყურებელს მოუწოდებდნენ არ გადაეხადათ ფული ჯგუფების სანახავად. BBC მათი მუსიკა აკრძალა პოლიტიკური შინაარსის გამო. საკონცერტო სივრცეებმა გააუქმეს შოუები მათი ანტი-ესტებლიშმენტური რიტორიკის გამო. სხვა პანკ ჯგუფებმაც კი ისინი ზედმეტად ქადაგებლად და კონფრონტაციულად მიიჩნიეს. Zounds-მა გავლენა მოახდინა მთელ ანარქო-პანკ მოძრაობაზე, მაგრამ აქტიურ წლებში ისინი შესაძლოა მხოლოდ 30 კაცის წინაშე უკრავდნენ. ნომერი 2. ნიუ-იორკი, 1964 წელი. Folk მუსიკა იყო წმინდა და აკუსტიკური, მაგრამ ერთი ჯგუფი აპირებდა მის გარყვნას ელექტრობით, უხამსობითა და ისეთი ბნელი იუმორით, რომ Velvet Underground-ი მათ ფონზე ოპტიმისტურად გამოიყურებდა. The Fox, აშშ, 1964 წელი.
ედ სანდერსი და თულე კუპერბერგი არ იყვნენ მუსიკოსები. ისინი იყვნენ პოეტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ როკ მუსიკას მეტი ლიტერატურა და ნაკლები მელოდია სჭირდებოდა. The Fox აერთიანებდა ბიტ პოეზიას პრიმიტიულ როკ ინსტრუმენტაციასთან და ტექსტებთან, რომლებიც მეზღვაურსაც კი შეარწმუნდა. მათი 1965 წლის სადებიუტო ალბომში იყო სიმღერები, როგორიცაა Slum Goddess და Boobs a Lot. სათაურები, რომლებიც რადიო აკრძალვებს გარანტირებდნენ, სანამ ვინმე რეალურ ქავერს მოისმენდა. მათი პერფორმანსები ისეთ ადგილებში, როგორიცაა Fillmore East, იყო ნაწილობრივ კონცერტი, ნაწილობრივ პოეზიის კითხვა და ნაწილობრივ პოლიტიკური მიტინგი. The Fox მღეროდა სექსზე, ნარკოტიკებზე და პოლიტიკაზე ისეთი გულახდილობით, რომელმაც თვით კონტრკულტურაც კი შოქში ჩააგდო. Kill for Peace იყო სასტიკი ანტისაომარი ჰიმნი, რის გამოც მათ FBI იძიებდა. CIA Men, ის სააგენტოს, რომელსაც დასცინოდნენ, რეალურ მეთვალყურეობაში აიყვანეს. ხმის შემწერმა მაღაზიებმა უარი თქვეს მათი ალბომების გაყიდვაზე. რადიო სადგურებმა ისინი სრულად აკრძალეს. ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ underground სივრცეებიც კი აუქმებდნენ მათ შოუებს. მათ გავლენა მოახდინეს ყველაზე, ფრენკ ზაბატან, დედ კენედისამდე, მაგრამ პიკის წლებში ისინი ზედმეტად უხამსად ითვლებოდნენ საზოგადოებისთვის. ნომერი 1. აი საიდუმლო ძვირფასი ქვა. ჯგუფი, რომელიც იმდენად რადიკალური და განსხვავებული იყო, რომ პანკ სცენაც კი არ იყო მათთვის მზად. The Slits, გაერთიანებული სამეფო, 1976 წელი. არიაპმა, ტესა პოლიტმა, პოლ მალონმა და ვივ ალბერტინმა შექმნეს The Slits. ისინი არ იყვნენ გამოცდილი მუსიკოსები. მათ ხელში აიღეს ინსტრუმენტები და გადაწყვიტეს ხმაური გამოეცათ. იცოდნენ დაკვრა თუ არა. მათი ჟღერადობა იყო პანკი, დეკონსტრუირებული და არასწორად დაწყობილი. სიმღერები იწყებოდა და უეცრად ჩერდებოდა. რიტმები იცვლებოდა შუა სტროფში და არი აპის ვოკალი ჩურჩულიდან პირველყოფილ კივილამდე მერყეობდა. მათი 1979 წლის სადებიუტო ალბომი Cut აერთიანებდა ნედლ პანკ ენერგიას რეგეისთან, დაბთან და ექსპერიმენტულ სტილებთან. ისინი საკამათოები იყვნენ ყველა ფრონტზე. პრესა თავს ესხმოდა მათ როგორც ანარქისტებსა და შემზარავებს. მამაკაცთა აუდიტორია მათ აკრიტიკებდა და მამაკაცებით დომინირებულ სცენაზე ახალგაზრდა ქალების ყოფნას მათ დამატებითი დაკვირვების სამიზნეებად აქცევდა. მათი ალბომის გარეკანი, სადაც ჯგუფი ტალახში და სარტყელებში იყო გამოსახული, შოქში აგდებდა საზოგადოებას. სცენის მიღმა ვივ ალბერტინი ამბობდა, რომ უსაფრთხოებისთვის ერთად რჩებოდნენ, რადგან არი აპმა 15 წლის ასაკში ძალადობის მსხვერპლი იყო. The Slits იყვნენ მეამბოხეები, რომლებმაც დაარღვიეს წესები. დააკენეს სტატუს კვო და შექმნეს მუსიკა, რომელიც იმ დროის პანკისთვისაც კი ზედმეტად რადიკალური იყო. ამ ჯგუფებმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე საშიში მუსიკა ხშირად მარგინალიზებიდან მოდის. ამ დავიწყებული მეამბოხეებიდან რომელი იმსახურებს გახსენებას? დაწერეთ კომენტარებში და თან არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, რათა მეტი ახალი ამბავი გაიგოთ. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.